ეგეთ კითხავს საინვესტიციო რჩევა ან ფულის ფსიქოლოგიას რო დაუბრუნდეთ ესეც რა. რას იტყოდი? აი დამწყები ინვესტორს არ დავარქმევ. იმ ადამიანს ვინც აიხარ დაიწყო რაღაც შემოსავლის დაგენერირება. და გავუჩნდა ეგეთი აზრი, რომ მოდი მომავალზე ვიფიქრებ. რა, მთლად მარტო ჩემსავით კლუბში გაშვება არ გადაწყვიტა რაღაც. რა იქნება, რასაც ნაფიქრალი მაქვს მაგაზე, ნაფიქრალი მაქვს, აი დამწყებსაც ვქია, რომელსაც ვქართ ჩავთვალოთ, რომ ბექგრაუნდი არანაირი არა. ხო. უბრალოდ გაიგო რომ რა უნდა ჩავდო იმაზე რა ქვია დეპოზიტზე, როდესაც მიხდი ზოგადად და იქ შემიძლია 8%, 8% ავიღოთ ეს საზომად რომ მინიმუმი 8% შეგიძლია გააკეთო ყოველგვარი ეფორტის გარეშე, ხო? ხო, რჩევას მომწონდი ასეც. პირველ რიგში დაიწყო ძალიან პატარა თანხებით. ხო, უკვე გვაქვს ეს fractional investment-ი. მე მაგას ხვალას რა. სადაც თქვა Nvidia-ს აქცია თუ ღირს პირობითად $150 შეგიძლიათ $15 შეყიდო. ანუ არ არის აუცილებელი ერთი აქცია. ადრე იგი იყო, თქვა ჩემს ზღუდავი რომ თქვა რაღაც აქციებს ვერ იყიდდი, იმიტომ რომ ერთი მაინც უნდა გეყიდა რა. დაიწყო პატარა 20-30% პოზიციებით, $30 პოზიციებით. მაქსიმუმ შეიძლება თავიდან იყოს $100-150. ზი არ არის აუცილებელი შემოსავალი. თავარია რომ ჩაუждდეს. აი დაიწყოს უკვე კითხვა, დაიწყოს მაგაზე, აი წარმოუდგენელი ეფექტი აქვს ყოველდღიურ თვალის დევნებას რა ხდება, იმიტომ რომ თუ ოდნავ მაინც აზროვნებდა ის გენეტიკურად იცოცხლებს თქო საქართველოს ლათიტიუდს კი გვაქვს ასე თქვა ზოგადად მაღალი IQ. ძალიან ბევრი ინფორმაციის საფუძველზე უკვე რაღაცამდე მიდიხარ კარგად. ხო? რის შემდეგაც უკვე შეუძლია თამამად გაწოდო.